ცინიკა როგორ მიხარია, ჩემ ძველ პროფესიას რო უბრუნდები. მომენატრა თეთრი ხალათი, ბურღი, სტომატოლოგიის სავარძელი, გულწასული პაციენტები. ვიცია, მეც მიხარია ახალ სკოლაში რომ მივდივარ. ხო იცი, შენ ახალ სკოლაში კარგად უნდა მოიქცე. მე ძველ სკოლაშიც კარგად ვიქცეოდი. ხო, ისე კარგად იქცეოდი, რომ ყოველდღე მშობლებს იბარებდნენ, მოდით ნახეთ რა კარგად იქცევაო. დიახ, გასაუბრებაზე ვიყავი თქვენთან. დიახ, პასუხზე უნდა დაგერეკათ. მენეჯერი, სავაჭრო ცენტრში. დიახ, თეკლა ვარ, თეკლა ერისთავი. როგორ ითმებით? დიახ, თეკლა ვარ. დიახ, რა? კარგით, გასაგებია უკაცრავად, კარგად ბრძანდებოდეთ. აქაც უარი მითხრეს. არაფერი არ გამომდის რა. მართალი იყო მამაჩემი, არ შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. რას მოუპოდი ერთი რა. ლაშა სახლში უნდა დავბრუნდე. თეკლა, ესე იგი დამთავრდა ეგ პერიოდი? რა პერიოდი? აი როგორც აკაკი მიაბარეს გლეხებს რა. მე მგონი ბატონმა ნერსემ შენ სპეციალურად გამოგეშვა გლეხებში ახსაზრდელად. დავით მე ესე მგონი, არა? ლაშა ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მე არ ვხუმრობ, მართლა უნდა წავიდე სახლში. ხო, თან ისედაც ამდენი ხანია აქ ვარ, რა ვიცი. თეკლა. რა? არ წახვიდე რა. დავხურავ შენ მობილურში მთამაშ და მე ეწადი. წადი შენ ხელები დაიბანე და რძედალიე. ვიჯექ შენთვის ჩუმად. ვისახსოვდა ეხა ეს რძე. გავწევი ხოლმე მობილური. მოკლედ ლაშა დღესვე უნდა ჩავალაგო ჩანთა და წავიდე. კარგი რა თეკლა რა. საღამომდე მაინც მოიწოდე და მოვიფიქრეთ რამე შენ სამსახურზე. არა ლაშა. რა ვიცი ხა მეც დღეს აუცილებლად წასასვლელი ვარ. პირველი დღეა ჩემი სამსახურის და რო არ წავიდი არ გამოდის. თან ალბათ ქალბატონი ანაც ველოდება და თეკლა ისე მე დავრჩევოდი შენთან, მაგრამ მეც დღეს ახალ სკოლაში მივდივარ და გვანცა მელოდება. უი, დღეს შენ უნდა მომეცადინო და არსად არ წახვალ. და ცხვირის ოპერაციაზეც აღარაფერს გეტყვი. ლაშა, შენ ახალ სამსახურში მიდიხარ? შენ სკოლაში მიდიხარ, რძედალიე? ამან ახალი სიცილიის სწავლა? მე ისევ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები. გამარჯობა. მოიცა, ამას ვინ მეყავს იქ? გამოვიწყოთ თეკლა, ეს შენ. მე? მე ძალიან დიდი მადლობა. არ არის საჭირო, იმან გადამიხარდა უკვე. მადლობა. მოიცა, ვინ იმან? ვინც გამომატანა? და ვინ გამოგატანათ? მაგას ვერ გეტყვი, ლაშა, მთხოვა არავის უთხრავდა, ფიზიკურად არ შემიძლია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. არა, ხო გითხარით, არ არის საჭირო მე. კარგი, ბოდიში. კი ბატონო. მადლობა. რა ლამაზი ყვავილებია, ნეტა ვინ გამოატანა, არა, თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ლაშა. ლაშა, არ გინდა შენ უფროს რომ წაუღო ეს ანას ყვავილები.
არა რა წავღო. კარგი ნიკაში რო წავღო განცას? არა რა ყვავილები კარგი. ო კარგი, ერთი წუთით. იცოდე? ისე ხო არ წამეღო მართლა ანასთვის. პირველი დღეა დღეს მაინც სამსახურში მიუტან მე. არა ბიძია. მე წავღებ გვანცას სკოლაში. თან იცი როგორ უყარს მინდვრის ყვავილები? გაუში ხელი არსად არ წაიღებ. გაანებე შენ მანდატური არში გადაინებს ამას. ძინავს ხოლმე და შევიტან. და? ძინავს ხოლმე და შევიტან მითქი. გაუში ხელი და ნუმეჯიკა. რა ხდება? რო წავღო ანას პარტრისა გვანცას შენ ეს რა ქვია ყვავილები. არა ბიძია, შენ წავღე ქალბატონ ანას და რომ გეტყვის რა ლამაზი ყვავილებია, უთხარი ხო რა ვიცი. ხო, სწორი, ალაშა დაუჯერე ნიკას და წაუღე ანას ყვავილებით, ან პირველი დღე გაქვს სამსახურში. ხო, რა ვიცი. ისე იმას მიაქციეთ ყურადღება, წეღარო გითხარით, ფიზიკურად არ შემიძლია მეთქი. მე ხო ფიზიკოსი ვარ, და ფიზიკურად არ შემიძლია. მე მგონი მაგარია. Raşvaşı Guga Babu მომეწონა ეს ხალათი რა გინდა მაფიოზურია ჰა მაფიოზური კი არა ბებიაშენის ხალათია ბაბა ვისის გინდა იყოს კაცო მე კი გავთვიდა ვისის გინდა იყოს გავიყიდე კაცო რა არის რა იყო რახშის ბაბუ რა არის რანაირად იხარ რა ვიცი რა ვერ ვარ კარგად აბა როგორ იქნები შეგცივდა ალბათ შენს როგორ იქნები აბა გეუბნები ჩავრთოთ ეს გათბობა თორე გავიყინებით ჩვენ კი არ გიდა არა მეუბნები სხეული უნდა გამოიწორთოს უნდა გაკაჟდე შენ თავს უნდა დააჯერო რომ არ ქცივა კარგი აჰა დაუშვათ აი დავჯექი და შენ თავს ვარჯერებ ეხლა რომ არ ქცივა აბა პაატა არ ქცივა პაატა აი გავთბა პაატა გავთბა აჰა არგი გავაგზელებ დაჯერებას აბა პაატა არ ქცივა პაატა არ ქცივა დამცხაბა აუ დამცხაბა ვაშემიზი მოიცამა პაატა არ ქცივა დააჯერე შენ თავი არ ქცივა წავალ ფანჯარას გავაგებ გავიყინე კაცო გეუბნები. გოდია დაჯექი. დავჯექი, აჰა, დაჯექი. ესე უფრო მაფიოზურია. აბა რა ხდება ბაბუ? რა ხდება ბაბუ და ადექი ჯერ და წყალი მომიტანე. მოიცა. მოდი. დაჯექი მე მომიტანე. კარგი. არა, ჯერ წყალი მომიტანე. მოდი. ჯერ დაჯექი და მე მომიტანე. მოდი ბაბუ ეხა შენ ჩამოყალიბდი ეხა წყალი გინდა თუ არ გინდა ვერ გავიგე თორე მაფიოზი ვარ ვიღაცა კი არა ვარ. რა ხდება მითხარი რა ხდება და ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. მე ადექი ბაბუ და წყალს მოუყევი გაატანე და რა ვიციო როგორც არის ხოლმე რა. რა წყალს მოუყე ბაბუ რა რომელი საუკუნეა ბა? აუ I am sorry ბაბუ. ვიდი აბა რა ნახე მიდი მოყევი რა ვნახე ბაბუ და ვითომ გუგა შემოვიდა ჩემთან თმები ქონდა შეკრეჭილი თმები ქონდა შეჭრილი შეკრეჭილი ქონდა ნუ შეკრეჭილი კარგი ხო მერე თმები შეკრეჭა არ ვარგა ბაბუ აჰა მერე ბაბუ მერე ჭადრაკი უნდა გეთამაშო მომისმინე მე კი არ დავხვდი ბაბუ კი არ დაგესიზმრა ყოველდღე შემოდის ხოლმე ეგრე ჭადრაკი სათამაშოდ კაცო მერე არა რო შემოვიდა მე ნუცაც შემოყვა და თან მურაბა შემოიტანა ნუცამ ხო აჰა რა მოხდა ბაბუ მე როცა გუგა შემოდის ნუცაც ყოველთვის შემოყვება ხოლმე და მურაბა ალბათ გააკეთა ადამიანია და შემოიტანეს არა მაყulis მურაბა იყო მაყვალი კარგია გვიყვარს მაფიოზებს მერე თეკლა და მესიზბრა თეკლა? ხო. მერე? პარკს ალაგებ და აქედან უნდა წავიდეო. მომისმინე ბაბუ, მე იქ ვიყავი? არა. უყურე ხა, საკუთარი ბაბუა რო ამას გაგიკეთებს, სხვას რა უნდა მოთხოვო რა. კარგია ბაბუ, კარგი. ხო, მერე გააგზავნე. მერე ბაბუ შენ და ფიზიკოსი ჩუმოვდით.
რანაირად ჩულობდით ეხა მე და ფიზიკოსი, სად მაფიოზი, სად ფიზიკოსი? მე სტადიონზე ვიყავი. მანჩესტერი ეთამაშებოდა ევერტონს. ევერტონმა მოიგო. რა, ბაბუ, რანაირად სად მანჩესტერი, სად ევერტონი ეხა? რანაირად მოუგო ევერტონმა? შენ ეტყობა ბოლოს ძალიან შეცვიდა და რაღაცა არ ვიცი, სხვანაირად ნახე. წადი ეხა წამოწექი დაიძინე, მიდი. ხო, წავა. მიდი, გათმი ცოტა ჩათვლი. მიდი. არ ვიცი რა, მომკლავს ეს კაცი რა. ჩარტი გათმობო, ეუნები გამყინა რა. კაცი ამდენი ხანი კანადაში ცხოვრობდი, იქა შემცვინია ესე, აღარ შემიძლია რა. რა არის, რა გავაკეთო, რითი გავთბე, ტელევიზორს მაინც შავთავ იქნება გავთბე ცოტა და. ვა. ეს რა არის? აფრიკა? აუ, რა კარგი გზეა. ვა, პატა. რა მაგარი ხალათი გაცვიო, უცებ ქალი მეგონა. აი. ეს რა არის? თები შეიჭერი? ხო, რა იყო? და მოიცა რა არის ხა შენ? არ ვარ გა რა ვიცი, თები შეჭერა და. რატო არ ვარ გა მიხდება ნახე? არა. ხო, მაგრამ ეხლა არ მითხრა რომ ჭადრაკის სათამაშოდ შემოვედიო. ვაიმე, სად არის კოტებაბუ? კოტებაბუს ზინავს ძალიან კარგი ხო და არ გამოცხადდა თამაშზე და მოგება ჩამეწერება მე. რა მოგება ჩაშენ ეგრე 4-ჯერ უნდა შემოხვიდე და ისა უნდა გამოცხადდეს რომ დაეწიო კაცო რა მოგება ჩამეწერება ეხლა მომისმინე. ათხარ გუგა ჯერ შენთან დავრეკე ზარი და კარი რო არ გამიღე მე აქ ჩამოვედი. რაც ვიფიქრე აქ იქნება თქო. დაგინახე რა შემოხვედი და ისა კაია რო დამიჯერდათ მაგრამ შეიჭერი გიხდება. არ ვარ გათმის შეჭერა. შენა დაგიჭერე რა არ ვარ. იცი რა ჩემთვის ვამბობდი რომ აი მეთქი კაი იქნება რომ შეიჭრას თქვა და ნუცა რა გიჭირავს ხელში ეგ რა არის მურაბა თქვენ მოგიტანეთ რისი მურაბა ანუცა ჟოლო უი არა ბოდიში პატა მაყვალია რა მაყვალის მურაბა გიჭირავს ეხლა ხელში შენ ხო რა უიმარა უბთეკლა ბარსალაგებდა მიდიოდაო ვაი რა გიდა ხარ რა გავიდა რატო შეიჭერეთ ფები რას დადიხარ ამ შეჭრილითებით ჰა შენ კიდე რა არის რატო გააკეთე ბაყლის მურაბა თუ რა მასაკაცო ვაიმე თეკლა მოვდივარ თეკლა მე მივხვდი მაგას არ უყვარს მისა მაყვალი რა დროს მაფიოზობა რა დროს მოვდივარ თეკლა სადახარ თეკლა აწყვიდი ქალბატონო ანა დღეს პირველი დღეა და აი ეს მახილები კი მეც მომწონს ბატონო მინდრის არის კი ძალიან კარგი ამინდი არა გარეთ რა კარგი ამინდია ქარია გიждები ქარზე კარგი რელაშანა, სად გინახავს ნორმალური ადამიანი ქარზე გიждდებოდეს. როდის მოვა? დიახ. აბა როგორ ახარ ლაშა? ობა გაგაფარო. უნდა გაგახარო. შენი კაბინეტი სულ მალე მზად იქნება. ალბათ შენც როგორ გეჩქარება სამსახურის დაწყება? ხო, რაც. ქალბატონო ანა. დღეს პირველი დღეა და მინდა გითხრათ რომ აი ეს აუ რა მინდია? ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. გიждები ქარზე. მაგრამ არავის არ გაუგნები, ვინმეს გიჟი არ ვეგონა მაშინია. ხო. უი. ქალბატონო ანა. დღეს პირველი დღეა და ქალბატონო ანა, ხელი უნდა მომიწეროთ ამ საბუთებზე. ვაშა გამარჯობა.
ეს ახალი გოგო როა, ხათუნა ნერვებს მიშლის რა. ხათუნა ჩემი ძმისშვილია. თუ რამეა მითხარი და არა, კაცო, ნერვებს მიშლის, რა მიამიტეა, რა მიმდობია, რანაირი გოგოა. ცოდოა დაიჩაგრება ცხოვრებაში. ყველას კი არ უნდა ენდოს, შენ გენაცვალე. წავედი ახლა მე ხელს აღარ შეგიშლით, ნაბა წავედი. არა, ნოდარ, ხელი რატომ უნდა შეგვიშალო? ხო, როდის იყო შენ ახლა ვინმეს ხელს უშლიდი ნოდარ? რა ვიცი. ქალბატონო, რა კაი ამინდი, არა თქვენ რო გიყვართ. კი, გადასარევი. წავედი, აბა ისი არ წახვიდე რომ არ შემომიარო. კარგად იყავ. კარგი ნოდარ, კარგი ხო. ეს რო შემოდის რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ვჭგები. რა საყვარელია რა. ხო, რა ვიცი. ქალბატონო ანა, დღეს პირველი დღეა და მე მინდა რომ ბუდიში ლაშა. ალო? ეხლავე გამოვალ. ეხლავე. კაცო, რაზე შემოვედი კი ვერ მივხვდი და შემოდი გაგახსენდება. ლაშა, სანამ მე შემოვალ, ნოდარი ნელ-ნელა გაგაცნობს ჩვენს თანამშრომლებს. რატ უნდა ნელ-ნელა 90 კაცის გაცნობას ვის ადადის, ვინ რომელ სალონში თმას იკეთებს, სულ ყველაფერს ორ წუთში ჩამოგიწვის. ეხლა ახალი გოგო როა, ხათუნა. დაძრება, რა ქვია იმას კაცო. დაცვის უფროსთან შაბდღეშია. მე მგონი თქვენთვის ეგ არ უნდა მეთქვა. ხათუნა, აუცილებლად გავარკვევ. კარგით. მე მოუხდება მაგ შენ ხათუნას წატლეკილი როა ქენა. რამდენი შევედი მაგის ოთახში, იმდენი მეკითხება რა გინდა ესე ხშირად რატო შემოდიხარო, რატო უნდა გადამიწყვიტოს მე გუშინდელმა მოსულმა ოთახში ერთხელ შევალ ორჯერ თუ სამჯერ. ნოდა. შენ ისე ძველ ფორმაში ხარ, ხო? ისე მე მგონი ცოტა დაიკელი შენ. ხო დიეტაზე ვარ, ხო არ გინდა ჩაგაწერინო. რათ მე. რადგინდა შეწყნელივით ახარ გენაცვალე. როიცოდე, ლაჩა, ყველაზე კარგ კაბინეტს თელთა წესებულებაში შენ გიკეთებ. მართლა? ხო. მადლობა. არა, იმიტომ კი არ გიკეთებ, რომ მადლობა გადამიხადო, შენ გენაცვალე. სხვები რო შეხედავენ, თვითონ დასკოჩილ ფანჯრებში შეხედან და შენ გაზიზინებულ ოთახში ხარ, გასკდებიან გულზე, დაიბოღბებიან, ის იმას ეთქვის, ის იმას ეთქვის, აგორდება ამავ და ცოტა გავხალისდები, თორე გავთავდი კაცი. ამას უშვებენ? რაღაც სხვა მოთხრას მე ვეტყვი საწოდავს. ისა, ლაშა. რა მაგის პასუხია და ეს ჩვენი უფროსი მოგწონს? კი, კარგი ქალია. კარგი, ხო? გაიგენაცალე. არა. აი ხლა თუ არ მივეცი ყვავილები ლაშა. არაფერი არ გამოვა. შემოვა და პირდაპირ მივცე. ალო. აბა მაგიდაზე ნახე. და ზედა უჯრაშიც არ არის? ზუსტად ვიცი, ახლა მან დავტოვე. მოიცადე, ახლა შემოვალ და მე თვითონ ნახო. ერთი წუთი არ დაახსია, ნამდვილად მუშაობა. ნახალწია, მოდექნა, დინარია, ესეთ ფოტოშემოთო. ყველაფერი მე გავაკეთო ამ დაწესებულებაში. ლაშა, რა უნდა მეთქვა, შენ თვითი. ლაშა, ეს ყვავილები შენია? რა ყვავილები? აი ეს ყვავილები. არა. ეს არ გამიკვირდა კაცო, ანას ყვავილები არ უყვარს და აქ საიდან მოხდა თქო, და თუ არ არის ბედი დაიღბალი, ტუზი დამეცა, ისედაც საყიდელი მქონდა ყვავილები, აქად გამოვალ, აბა კარგად იყავი, გადაწალე შემომიარე ბერე. ბოდიში ლაშა, როგორც იქნა მოვიწყალე. რას მეუბნებოდი? პირველი დღეაო? ხო, პირველი დღეა, ხო და? უკაცრავად. ალო? დიახ, ეხლავე. პირველი დღეა თქო და წავალ მივხედავ საქმეს. ხო. მაინც. ეხლა კი არ არის დამთავრებული ჩემი კაბინეტი, მაგრამ მე მაინც წავალ მივხედავ საქმეს. პირველი დღეა თქო და ქალბატონო ანა, პირველი დღეა დღეს და ალო? დიახ, ეხლავე გამოვა.
რატოზე და მეცა? მუქთა თვისობე ყვავილები 10 ლარის ეკონომია. მოგიკტა მომგონი. რა მოგართვათ? არაფერი გენაცალი. რანაირად უყენია թե უდგეათ ეს კამები კაცო რო შემოვიდეს ის გოგო ისედაც მოჟამულია კიდე არ მოიჟამოს უფრო ვარ გადავჭდეს სადმე ხომ არ მოგიფიქრებიათ რას მიირთმე რა შემწამე შვილო დამაცადე ჯერ დავჯდე მოვისპეთე კაცო რომობა შენი უფროსი მეტყვი თუ გინდა რომ გადასარევი გოგოა ორჯერ მკითხა მიფრენია მიეცი პრემიად ხო ქალს ველოდები მზე ქალს რო შემოვა მერე გეტყვი რა მინდა გასაგებია აღარ შემაწუხო იცოდე აი გამარჯობა რასაკეთებ მახსოვდი და ვნახე და შემეშალა ძლივს გამოვაღწიე შესვენებაზე შენ როგორ ხარ ნოდარ? ორი თვე არ გამოჩენილ ხარ ხო რაც მერიდან წამოვედი კი არ წამოხვედი გამოგაგდეს წამოვედი გამოგაგდეს ხო კარგი რამე სხوارდალე გამოგაგდეს ხო კარგი გამომაგდეს მაშინ დავლევ ერთ წვენს მოდი გენაცალე აი რო შემწამე წეგან ერთი წვენი მოგიტანე და თქვენ რას არაფერი მერიკო მე მალე უნდა წავიდე არ მინდა აქ ვინმე დამინახოს თორემ მე ჭორაობას დაიწყებენ თუმცა შენ აქ ახარ და ჭორაობა ვინ უნდა დაიწყოს აი თქვენ მადლობთ წვენი უკაცრავად ცუდად ხომ არ ხართ ქალბატონო არა კარგით მერიკო დღეს მთელი დღე ეზო კარიკარ ღობე სარისარ დავრბოდი და აი მინდორში ყვავილები მოგიკრიფე მუხლი კი ვიტკინე მაგრამ ხომ გაგიგონია ვარდი უეკლოთ ვის მოუკრეფიაო ეს ვარდი არ არის ნოდარ მინდვრის ყვავილებია არ იყო საჭირო მადლობთ მერიკო როგორ აცივდა რა ხო ისი რა მერი არ დაიწყო ახლა ზამთარივით მკაცრი ხარ ფიფქივით ნაზი მითხარი შენსკენ რა ხდება მოგწონს ახალი სამსახური კი მომწონს მაგრამ რომ ეკითხებიან ვამბობ არ მომწონს თქო მაინც იქ ჩვენთან რა ხდება ჩვენთან არაფერი საინტერესო შენ ადგილას ისევ ახალი დანიშნეს ცოტა უცნაური გოგოა დამავიწყდა რა ქვია თიკო ჭელიძე აჰა უკვე გაგიგია ისიც ხო არ იცი მამამისი ვინ არის და სად მუშაობს როგორ არ ვიცი მამამის და ბიძამის რაღაცა ბიზნესი აქვს თუ არ გიცი ხალხია როგორ დამავიწყდა შენი უსაზღვრო შესაძლებლობები აბა რაო რა საქმე მაქვსო მერი გუში მთელი ღამე ვფიქრობდი დიდი ბოდიში ცუდად ხართ ქალბატონო ხო ხარი არა მეთქი კარგით მოკაცრავად ბოდიში მერი გუში მთელი ღამე ვფიქრობდი და გადავწყვიტე შენთვის ეს მეჩუქებინა მერიკო მითხარი რაღაცა ხო იცი რომ შენ გამომეტყველებაზე ვერაფერს ვერ ხვდები გაგეხარდა თუ გეწი ნოდარ ჩვენ ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ და შენ ჩემი პასუხი ძალიან კარგად იცი ისა მერიკო რას ვიფიქრებდი როდეს მე ენა თუ დამემეოდა არა ეთქობა უკვე ჩემი წასვლის დროა გაგაცილე არ მინდა გაცილება მერიკო უკაცრავად სუდად არის ხო რა შევჭამე შუდ არ არის შუდა სახია ქეგეთი და უარი გითხრათ რა უარი გოგო უბრალოდ არ უნდა რომ ერთად დაგვინახონ ხო იცი ხალხი რა ჭორიკანა მეტი საქმე კი არა ჯერ შენ გადი მე გავალ და მე შენ გამოდიო რა უკვე ხარ ამყვავილებს კაცო ის მიცე შენ მე რას ამბობ ჯერ წესიერად არც გიცნობთ გიცნობ კი არა ერთი გამომართი ეს ბალახი ეკო მოდი რა იქნებ დარჩენილიყავი არა მოგივიდე კარგი პატა გეხვეწები რა ხო შენ რომ მეხვეწები მე რო გეხვეწები არ გეხვეწები ხო თეკლო თან ამდენი რაღაცა გაქვს წასაღები და გადასატანი როგორ უნდა წაიღო ამდენი რაღაცა ჰა ისა მოდი მამა შენთან გადასვლას აქვე გადასულიყავი სადმე სად თუნდაც პირდაპირ კარგი პატა ხო ხედავ არ მცალია თან ისედაც ამდენი რაღაც მაგ ჩასავაგები კარგი ხო კარგი რაი
თეკლა ისა რა ქვია ნელ-ნელა რო გადაგეტანა შენი ნივთები ჰა ნელ-ნელა როგორ არის ბატონო აი მაგალითად ერთი ჩანთა ეხლა გადაიტანე მეორე თებერვალში და ესე რა ვიცი კარგი პატარა ალცალია ხუმრობისთვის პატარა არის ეს აი უყურე თეკლა დაუკვირდი აი ნივთებსაც კი არ უნდა წაროწახვიდე და ხტებიან ჩანთიდან თავისით რა ნახე რა ხო კარგი რა თეკლა რა მართლა კარგი რა ესე ვიჯდები აქ ჩემთვის აი ესე ვიჯდები ჩემთვის აი ესე მელქნება ხელი არ გამიზრები ადრე და რაც არ უნდა რომ გავხმე გავშეშდე გავხავდი აი ესე ვიჯდები და აი ესე ვიქნები ხვას არ მოვიღებ საერთოდ წადი აი ესე ვიჯდები მოხვალ აი ესე ვიჯდები ვიღაცა მოვა აი ესე ვიჯდები რაღაცა რა გჭირს აღარ ამჭირს თეკლა აღარ ამჭირს ერთი წყარომი და აქ ჩამოდიოდი და ტანიელი ვარ რა ეს ჩემთვის ეს ხო ხედავ ზიმტირალი წყლისაპირისა ეს ისე რა რუსთაველის ექსპრომტ პერეფრაზი გავაკეთე რა ის ხო ჯდა მეკინო ზია და ესე ვიჯდები რაც არ უნდა მოხდეს აი ეს არ გამიძრები ადგილიდან აი ეგრე გეუბნები აი ზარი დაი მაინც არ გამიძრები აი ეს ხელი მეკედა სულ შენ ხორცოს არ მოვიწე მე თუ ეს ხელი აქედან ჩამოვიწვა და ესე თუ არ ვიჯდე ნახე გადადი ხარ რა კაია იმას რა ჭირს? დაანებე თავი ტარიელია. კაი რა ეს ვატყური. რა მოხდა პატარა ჭირს? რა მოხდა და გადადის თეკლა. სახში თავისთან გადადის აქედან. და ცუდია ეგ? კი. რა ცუდია თეკლა. თეკლა ხო ხედავ არავის არ უხარია შენ რო აქედან მიდიხარ არც მე არც ლუცას არ უხარია რა ვიცი ვინ გითხრა კიდე არავის არ უხარია. აი გაიგე არც იმას არ უხარია ნახე რანაირ ხმაზე ტირო და გაიგე კარგი პატა ნუ ნერვიულობ მოვალ ხოლმე რა დაგემართა ხوار დაკარგავთ მეგობრებს არა კი მოხვალ მაგრამ ეგრე მეც მოვალ და გნახავ ხოლმე მაგრამ ისა გამახსენე რომ საფთუზე ცხოვრობ როგორ დამოვიწყდა ეგ როგორ რომ მოვედი აი ესე რაწყნარად კარხეს იზით აი ესე რომ ამოვედი მეხუთე საფთუზე აი ესე ამოვედა იქიდან აი ესე ჩამოვიდა თეკლა იცი რას ვიზავ ხოლმე მოდი ესე გავაკეთოთ მე მეორე სართულზე ამოვალ ხოლმე ხო და შენ დანარჩენზე შენ ჩამოდი ხოლმე და ისე ვხვდეთ ერთმანეთს მაქსიმუმ მესამეზე გავრისკო ამოსვლა კარგი რა იყო შენ რა გამოგივიდან უცან უგამაგიჯე შენ რა გაგჭირს არა წარმოვიდგინე რომ გუგაც გადადის წავომე ბარში ხო იქ იქნება წახვალ აბა რა სიძებ შენ რა გიჭირს სადაც არ უნდა წავიდეს და გადავიდეს გუგა ყველგან გააგონებ განსახებ ხოლმე გუგა გაიგეც ისიც და მიაგნებ ხალბად მე რა გავქნა მე რა გავაკეთო ჰა მე რა გავაკეთო პატა რას აკეთებ პატა მე რა ვიცი რას აკეთებ რას აკეთებ მე რა ვიცი რას აკეთებ კარგი პატა ვიცი რას აკეთებ პატა ესე გეში ვარ ეს ისე აგონიაში ვარ ვიცი რას აკეთებ პატა კარგი როგორ ბრძანდებით პროფესორო? ეს რაღაც ახალია. რა მოგართვათ? ჩაი, ყავა, წვენი, ლუდი, ხაჭაპური. თუ მადლობა, მე არაფერი მინდა მსხალი მაქვს წამოღებული და იმას მივიყვენ. გამარჯობა გარშემოსვლა? არა. ვიცი. ეხლა შემოვასწრებ და მით მაგდავხდი. ეს თაიგული თქვენ მოგართვა ეს? დამცინი. წვილი იყო შემოსული, ერთმანეთს დაშორდნენ და ბიჭმა დატოვა. ისა ლამაზი თაიგულია. რა ვიცი, თუ გინდა წაიღე, მაგრამ არ გირჩევ, თქვენც იგივე არ დაგემართოთ. ისა თუ დაშორდნენ, ესე იგი ერთად ხო იყვნენ და მე მგონი ჯობია რომ ავიღო. გუგა რომ შემოვა, უთხარი თაყვანის ცემელმა გამომიგზავნაო. აი ჭვიანე. ესე ეგ ბიჭებზე არ ეჭვიანებს და ყვავილებზე იეჭვიანებს. მოგიტანეთ რა. ახლა წავედი მე. გუგა, როგორ მიხდი აქ რა ვიყავი? უკან დამყვები ხო? დასაკეთებ.
არაფერს ერთ-ერთ რედაქციაში მithres დიდუბელ სოსოს ცოტათი თუ შეამოკლებ, შეიძლება დაგიბეჭდოთო და ვამოკლებ. თმა როგორ ჩაიმოკლე ხო? ხო. დაიმან ეს ყვავილები ისე მიჭრავს ხელში, მე მგონი ჯობია დავდო ხო? აი მოდი. აი აქ დავდო. არა, აქ გადავარდება რაღაცა მოწას. იქით დავდებ, აი? ვერდებ. გოგა, აქ დავდა ეს ჩემი ყვავილები ხელს ხარ შეგიშლის? არა. აი, მოდით. ადო. ну цара ламази тайгулия вингачка საგანშე თაყვანის მცემელმა გამომიგზავნა ვინ გამოგიგზავნა თაყვანის მცემელმა გამომიგზავნა გოგა ვა გამეხარდა ძალიან ხო გოგა მეც გამიხარდა შენ რო გაგიხარდა და შენ გაგიხარდა მე რო გამიხარდა შენ რო გაგიხარდა არა აი მე გამიხარდებოდა გოგა შენ რო გაგიხარებოდა მე რო გამიხარდა შენ რო გაგიხარდა საიდან ეს თაიგული? აქ რა უნდა ვაიგული? ეს ის ლექსი ექსპრონტად ხო თხზავ ხოლმე მე ხო თხზავ ლექსებს საერთოდ. მოგეწონა? რომ მომეწონა, იმიტომ გადავიხადი ამდენი ფული გასო. ოდიში ერთი თქვენ გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ანატომიას სწავლობდით? კი. კი. თუ მარტო ფიზიკას. არა, ორივე სწავლობდი, მაგრამ ფიზიკა უფრო მიყვარდა. ფიზიკა, მე ამ ფიზიკას რო ეცი კაცო. ცოტა ანატომიას გესწავლა. ეს არის თეკლა, ჰა? რა გითხარი? რა გითხარი? ეს არის თეკლა, კაცო, ანატომია გესწავლა. ეს არის ნუცა თეკლა არის ის თეკლა, როგორ გითხარი რა რამ სხალი, კაცო, რამ სხალი, თუ გამაგიჟე, რამ სხალი. რატომ მეჩხუბები? ვერ გავიგე რა. რატომ მეჩხუბები? როდის გეჩხუბები, ეხლა გამაგიჟე, ეხლა ჩხუბობ ეხლა. ჩხუბობ ეხლა მე. აბა, ჩხუბობ ეხლა მე. ჩხუბობ ეხლა. მართლა ჩხუბობ ეხლა. ვაიმე, სიზმარი. ვაიმე, ბაბუ მანჩესტერს ევერტონმა მოუგო, ვაიმე. წავედი მე ევერტონზე უნდა დავდო, კაცო, წავედი. ვაიმე, სიზმარი, ვაიმე, ბაბუ. უყურე სწავიდა, დამთავრდა ეგ თამაში. ევერტონმა მოიგო. რა მაგარია, რამეს ხომ არ მიირთმევთ? არა, მსხალი მაგჯერ კიდე. მეგონი ყველაფერი ჩავაგებული მაქვს. სეგი მიდიხარ ხო თეკლა მაინც ხო? მივდივარ, კი პატა, მივდივარ. არა, გეუბნებით რა. ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს რა, ვიცი ლაშა რა, ვიცი. წავედი მე, თავი უნდა მოვიკლა. წავედი. ნიკა, შენი მათემატიკის წიგნი ვიპოვე ჩემ ჩანთაში. ой, ნახე. ხო. შენ გჩუქნი მაგას. წაიღე და გაგახსენდები ხოლმე. ამას უყურე ერთი რა, მომეცი ეს წიგნი, მომეცი. თეკლა, როგორ გული მწყდება რომ მიდიხარ? მართლა. ხო, მათემატიკის ჩაბარებაცი ლაშასთვის მომიწევს და მან კიდე კარგად იცის წილადები და ვერ ვატყუებ. ნიკა. მოვედი. სად იყავი პატა? თავი მოიკლა და მოვიდა. თეკლა. დამეხმარეთ ეხლა. რაღაცაში დამეხმარეთ. ხალხი არ ხართ, რას მიყურებ? დამეხმარე ეხლა. რაში თავის მოკლაში? არ გინდა ეხლა რა არ მეივისა კაცო გეუბნები ეხლა დამეხმარე მოხირო თეკლა არ წავიდა საქმე. ხო ხარ ჩემი მეგობრები არა? ჩემი მეგობარი და ჩემი მოსწავლე ხო ხართ? და დამეხმარეთ ეხლა რაღაცაში. რა ვიცი ხა როგორ ეგრე თუ იდეგი
თეკლა, იქნებ დარჩე, ჰა? არა, ლაშა, უნდა წავიდე. თეკლა. გეხვეწები დარჩი რა. დარჩი ნიკა მარტო შენ გიჯერებს ჩემი არ ესმის არაფერი. კარგი ლაშა, რას იგონებ ახლა? რას ვიგონებ? აი ნახე. ნიკა მიდი ზედარი. მიდი აბა ეხა შენ უთხარ. კარგი ლაშა. არა, მიდი უთხარი ერთი აბა უთხარ. ნიკა, მიდი ზედალი. მარცი, რა მაგარია. ახლა ვეთქვა. დედა ესე იგი ნიკა თუ ვინმეს ესე უცბად და ესე დაუჯერებდა, რას წარმოვიდგენდი ხალხო, ჰა? საწყალო ლაშა. რა გეშველება თეკლა თუ წავიდა აქედან, ჰა? ხო, ისე უყვარს თეკლა, ისე უყვარს თავის დეიდასგან ვერ არჩევს. მართლა ლაშა. კი, თეკლა დეიდა. აი, ნიკა, რა საყვარელი ხარ. მაგრამ უნდა წავიდე ნიკა, ხო ხედავ, დამოუკიდებლად სამსახურიც კი ვერ ვიშოვე. ჩემ სკოლაში დაიწყე მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. ხო. დაგჯერებ ხოლმე. ხო და თუ არ დამიჯერებ, გაგაგდებ სკოლიდან. აი. ადამიანს თავის სახლში უნდა წასვლა და რატო არ ვშევთ? გეძინება ეხლა ბავშვი შენ. საღამომშვიდობის. ყიდი? არა, ბატონო პროფესოროს, სახლში ვბრუნდები. გაგდებე? დიდი ხანია აქ ვარ და უხერხულია, ვაწუხებ. არა, უხერხულია, რაც ხვენია. რა ვიცი. ლაშა, გეხვეწები ტაქსი გამომიძახე რა. ჰა? ტაქსი. ვაიმე რა ტაქსი ლაშა ეხლა, ვაიმე დავიღუპე, ვაიმე. ნუ ნერვიულობ, მე ვიცი რასაც ვაკეთებ. ასაკეთებ აბა. რა ხდება? ისა ბატონო პროფესორო, უკაცრავ დღეს რაღაც ცოტა ისე გამომივიდა ეხლა რაღაცა. არის ყველა. ალო, უკაცრავად ტაქსის გამოძახება გვინდა. სად მივდივართ და ზუგდიდი. დიახ, ზუგ. დიახ, კარგით. ხო, რა და რამდენი? 350 ლარი? რა ამბავია ქალბატონო 350 ლარი რა? მომეცი ლაშა. მომეცი ტელეფონი. ალო? დიახ, ესე იგი რამდენი თქვით? 300 ლარათაც შეიძლება? კარგით, სულ გაგიჟდა ეს კალო. ჩაში გავაჩერებ რამეს. დამიჭერე. გასაგებია პატ, ეხა მემაცადე. თეკლა, შენზე გავიგე სამსახურს ეძებსო და ჩემთან ლაბორატორიაში რო იმუშავა არ გინდა? და რა უნდა გავაკეთო? სტეპში მიიღებ მონაწილეობას. დედა, რა კარგი ვარიანტია. დედა. და ანაზღაურება რამდენი მექნება? დიდი არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ქართული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლისათვის თქვენი სახელი უკდავყოფილი იქნება. რა გინდა? აბა რა. დიდი მადლობა, მაგრამ არ მაწყობს. ნიკა, წამომიხე ეს ჩანთა გეხვეწები რა. გავქნა, ამაზე მეტი რა გავაკეთე. აბა, შემიძლია ჩანთების ჩატანაში დავეხმარო. კატო. აბა, წავედით? ხო, გავჩი. რა. წახვედი გარე, ხო შეიძლება. ეს ბატა, გაგვიღე კარიგა. კი, მე გავახებ კარს. მოგზავნე, მოდი ბავშვი, მოდი. მოგზავნე პროფესორი. კარგად წავედი. კარგად თეკლა. ბატა. კარგად იყავით. კარგი რა იყო. აბა, კარგად. კარგად თეკლა. აღარ ჩამოგაცილებ მე. წავიდა მაინც. ნახე. წავიდა და დამტოვა ესე. არა უშავს რაღაცა. ლაშა გეუბნები, რაღაცა გზნობა თუ აქვს ჩემს მიმართ აუცილებლად დაბრუნდება. აი ნახე თუ არა შენ. მოვედი? მოხვედი თეკლა. ქურთუკი დარჩა? აბა, კარგად იყავით? აბა, წავედი. სიცივის გრძნობა ქონია რა. კარგი პაატა, რა მოგივიდა რა, ცოტა გამხიარულდი, გახალისდი. სად არის ჩემი მხიარული პაატა? სად არის ჩემი პაატას? ჰაიმე, სად არის? კარგი რა. ეგრე, მართალაც რომ ჰაიმე, ეგრე, დამტოვა წავიდა, ხო? არა უშავს. მოვიფიქრე ლაშა. რაც არის ეგ არის ბოლოს გამატარე.
გამატარე თეკლას მამას უნდა დაველაპარაკო ნერსეს, რაც არის ეგარი. ნერსეს უნდა დაველაპარაკო, რაც არის ეგარი. მომისმენი, მე არ გეშინია შენ ნერსესი. რას ქვია მეშინია ბოლოს და ბოლოს რა მეშინია რის მეშინია მართლა დავიღალე კაცო ამომივიდა ყელში. მიდი ნომერი ამიკრიფე მიდი. ამიკრიფე ნომერი, ნერსეს ნომერი. მიდი. გავიდა. გავიდა? დაუძახო ნერსეს. ალო, ბატონ ნერსეს თხოვეთ თუ შეიძლება. დიახ. მოდის. მოდის? მოდის. მომისმინე ლაშა. ეხლა შენ ნერსეს დაელაპარაკე. უთხარი მე პაატავარ და თეკლა მომწონსო, მიდი. მიდი უთხარი პაატავარ და თეკლა მომწონსო. მიდი რაღაცებოდები. მე ვახარ. არა, თქვენ არა. რატომ იმატოვე თეკ? რა გინდება? რატო დამტოვე? რატო? ასნარტი, დამშვიდი, დაოკდი, გაჩერდი. დამამშვიდებს, რა დამაწყნარებს, რა დამაოკებს, რა გამაჩერებს. აბა ესე მგონი ეხლა რომ 17 წუთის წინ აიქით გათეკლა და ველაპარაკებოდი ესე მგონი. აი, მართლა 17 წუთის წინ იდგა ალბათ და ელაპარაკებოდი, ხო? 17 წუთის წინ. აი ეგრე, აი ხაც შეხედე მეჩვენება რომ თეკლა შემოვიდა და აი ესე გურე თეკლა მოვიდა თეკლა დაბრუნდა მეთქი და თეკლა დგას იქ. მოიწევს ჩვენ ორივეს თეკლები გვეჩვენება? თეკლა დაბრუნდი? ხო, დაბრუნდი. დილით ცხოვრე გავდი სამსახურის ხობას. ხო და დამირეკე საგიყვანეთო ესე იგი შემიძლია სახლში აღარ დაბრუნდე და აქ ვიცხოვრო თუ წინააღმდეგი არ იქნები. მე არა, მათხოვი შენი მობილური. აი მე როგორ არ გაგვიხარდა თეკლა ძალიან გაგვიხარდა. კი, მართლა ძალიან გაგვიხარდა და ვისაც ყველაზე მეტად გაიხარდა, ჩამოვა ხამ კიბეებიდან. კიდე ერთი კიბიდან ჩამოვა, გავა და ჩანთებს შემოგატენინებს. თეკლა. კაი, წამოდი თეკლა. აი მე მოდი ამას შემოვიტანე. ჰაიმე. თეკლა მეც მიხარია რომ დაბრუნდი, უბრალოდ ახლა ვერ გამოვა და აქედან იმიტომ გეუბნები ამ ამბავს. კარგი, დიდი მადლობა.